ახლა მე ამბავს რომ ყვები თქვენ დაძალებით თუ არა მე უკვე გასული არის 20 წელი არის გასული ალბათ 1-4 წელი მაქვს მოყოლილი ისიც თხოვნით რა იყო ესეთი შემთხვევა მე ალბათ ვიქნებოდი 5 წლის იქნებოდა გასული ჩემი უგდლობიდან და მამაკახაბერი იქნებოდა ალბათ 1 წელი იქნებოდა ღვდელი რა 1 წელს ღვდელი და ეს მამაკახაბერი მსახურობს დიდიღუმში და მრევლი ყავდა წამოყვანილი კახეთში თავისი მრევლი ექსკურსიაზე მე გამომიარე ახლა მე და მთხოვა რომ ახლა კახეთში მსახურობდი ყოველს და გავყევი ახლა ექსკურსიაზე მიყვებოდი და მე რომ მოვიარეთ კახეთი სუფრა მოიწადინეს ნეკრესი რომ მოილოცეს ხო? იქ დაბლა ნეკრესის დაბლა, მონასტრის დაბლა არის, იყო მაგიდები მაშინ. ახლა კი არის კარგი გაკეთებული რესტორანი. მაშინ იყო უბრალოდ მაგიდები და იქ მაგიდებზე გაიშალა, რომ რუსი ტრაპეზა და დაახლოებით იქნებოდა ესე საღამოს 6 საათი რა. ხო და იქ დავჯექით ახლა ჩვენ ამ რელთან ერთად და დავიწყეთ ტრაპეზი და ახალი დაწყებული ქონა. ორი შემარო მოვიდნენ სამი პიროვნება რა შეშინებულები და მღვდელი ვიცავდა და ნუ ახლა გამოვდებით მე და მამა და ესეთ რაღაცას ამბობენ რომ ნუ როგორც თვითონ მოყვეთ თქვენს ამათ და კუტარი გასოცხდაო და იხმობსო მღვდელს იქ რო გეუნებიან ახლა და ჩვენ მე და მამა კახაბერი სხვათა შორის მამა კახაბერი უფრო დაინტერესდა ალბათ მე ახლა მე შილდელებს ვიცნობდი ზოგადად სულაც არ მომო მაგრამ საერთოდ ციგოსოფელია საფუძვლის ხუა ძალიან ესეთი იყო სისუსტე რა და მეგონა ხუმრობა თავიდან და ცოტა ესე მივიღე მაგრამ ცოტა ისეთნაირად რომ შეშინებულები და სერიოზულად რო ვითხოვდნენ მამა ხო ცოტა რეალობას არ ისაკუა და რა ხდება და კაცი უკვე მოკდაო გაცოცხლდაო და ითხოვს რომ უდელი მომიყვანო და ეზიაროსო უნდაო ანამათ და იქავე მაშინ მამა იაკობი იყო წინამძღვარი ნეკრესის მონასტრის და უცებ გავარდი მამა იაკობთან გამოვართვი ეს ქონა საზიარებელი ნაწილები ყველაფერი სუნკაც ქონა საუდელო სუნკა ყველაფერი გამოვართვი და წავედით ანუ ერთი სიტყვით როგორ რაღაცა იყო რომ ეს ხალხი ეს ადამიანები საერთოდ არაეკლესიური ხალხი უკვე იცოდნენ რაზე მოვიდნენ რა ზიარება უნდა თუ ანუ ისე კი არა რომ მარტო გდელი წავიდეს და რაღაცა მივიდეს და კი ისუდა წამოყვა სანაწილე რა ესეთი მომზადებულები მოვიდნენ ვისგან იყო მომზადებულები კუდრეთი დამდგარი ადამიანისგან რა რო ეს მოიყვანოს და უნდა მაზიაროს ხო და წავედით საზიარებელი სულკით ყველაფრით მამა კახაბერი წამოყვა რა თქმა უნდა ეს ამასაც აინტერესებს ახალ უყურებს ამ ხალხს რომ ცოტა ისეთი ის არის ახალ ნაკუთრებდელი იყო და ეთყობა უფრო ცოტა მეც ხედავდა რა ხო და მივედით ახლა და ხომ მიგვიყვანეს ამ სახში ესე იგი სხვათა შორის ასეთი დიდი ოთახი იყო იფას რო შევედი ხო ეს კაცი წევს ორსაწოლი იყო ასე იწვა რა ჩვენ რო შევედი პირველი კარებში უკან მამაკახაბერი მოყოდა ეს მე რო შევედი მამაკახაბერი დიდი მაღალია და ორი ეთყობა ეს ორივე რო დაგვინახა ამ კაცმა ასე ხო გამოიხედა და ესე ხო იწვა და ეს არ მოვიწყდება რა ასე გაშალა ხელები საწოლშივე ეს გაშალა ხელები ასე წამოხდა გაშილი ხელები და გადმოიწყდა და ჩვენც მივედი გაუყურე და აი ღვთის წინაშე ვიძახე მართლა გაშალებული კაცი აი შავი კაცი გამახმარი რაღაცა და მუდროდა მივედით ცოტა ახლა რო გითხრა სიმართლე რაღაც თეინოთ მეშინია რაღაც მითხრა ვიცა და ცოცხალთან ვარ მისული რა ხო და ნუ ახლა რა უნდა მეკითხა ახლა იმ ეპარქიის მდელი მე ვიყავი და მე დაუჯექი ამ ადამიანს გვერდში რა და მეუბნება პიტაპი რომ არ დაუწყებდა ულაპარაკი რა რაც გაცნობა არც ის მომკახებელი გვერდზე ფასად და ესე ვიყურებს და მეუბნება რომ მე მომდიო იქ ვიყავიო ქვეყანას ვიყავიო და თავარ ანგელოზი მიქაელიო მოვიდაო ჩემთან გამომეცხადაო და მეცხრაო რომ წადი ახლა შენო უკან მოდელს დაუძახო პიტავი მეუბნება მოდელს დაუძახო ახსარება ჩააბარეო ეზიარეო და მე რემონტი აკო კაი კაცო
ახლა მე უნდა ჩაგავარო შენ ახსარებო რომ ამოყავებელი ასე დამჩენების მამა ერთი რაღაც უნდა გითხოს ეს კაცი მანამდე მორწმუნე კაცი იყო არა საერთოდ საინტერესო ის არის ეს ადამიანი ხო რა ვიცი სახსარების გათხოვნა ნამდვილად ეკლესიაში ნაყოფიც არის ხო ალბათ რა ვიცი შეიძლება შევთხებით იყო თუ არანაირ მორწმუნე უბრალოდ მონათული იყო რა მორწმუნე ადამიანი ხო და წარმოვიდგინე ახლა აქ საინტერესო რა არის კიდე იცი რომ აქ ამ ადამიანს ახლა უყურე როგორ რაღაცა მოხდა დედამიწაზე რაც ვერ შეიცვლო რაც უნდა დედამიწაზე გაიგოს ადამიანი რომ ამხსენებელი უნდა გახდეს განზრებოდეს უცებ მოხდა ესეთ რაღაცა ვიქი სამყაროში გავანახებსა ვიქალბა რაღაც ერთი პატარა მოკლე სიტყვებით ჩაუდო ამ ადამიანს რომ დაიმორჩილა რა და ამხსენებელი უნდა იყოს ადამიანი და მაძერებელი ეს არის საინტერესო რომ ეს ყველაფერი ამაში უკვე აღთქმული იყო და დაამჯექით რომ ალბათ ერთი 9 საათი მაინც თუ მეტი არა ნაკლები არის რომ ჩამობარა ამ ადამიანს თავის ცხოვრების აღსარება კი არ დამიწყია კითხვები რომ ასე და ესე რა ხო თვითონ იცოდა ყველაფერი მივდივართ ხოლმე ახლა ავატყოფთან მივდივართ ხოლმე და ვეჩალიჩები ეხმარებით რა თქმა უნდა მარტო საბოლოოდ რომ ვერაფერს ვეღარ ვათქვევინოთ ხოლმე რომ ავარი ახლა მომოკვდავია და ზიანება რა ხელმადლი არის ეს არის უდიდესი რაღაცა ცოდვილი ხარ თუ ეხორწები აი იქ მიუდგები ანუ იქ თქვას რომ ცოდვილი ვარ და რაღაცეირად ამაზე კიდე მოყოფიდებთ რომ აზია ასე ძალად ბევრსა და ხში ბევრი ამბობს ამან კაც პირიქით აქეთ მასწავლა როგორ ჩავაბარო ახსენებო მე თელი ცხოვრება მოვიყვა და ესე ვარ აქ ძალით შიშით გწარავით რასო მე მოკახობერი ცოტა იქით იყო გასული მე ფანჯარა იყო იქით ფანჯარასთან და რომ მოურჩიეს ყველაფერი და დაუძახებდნენ მამას წაუკითხეთ ეს შემდგომში ცოტა რაღაცა თელია თან უხარია მაგრამ გაფწყინებული არის წინავს ხარ კაცი შეასრულა დავალება შეასრულა თან ჩქარობს რომ ეზია შავი კაცი თან ჩქარობს არა რო ეზიაროს მოასვს არ მოხდეს ის უნდა რომ წავიდეს ვიხდი აქ მე კიდე და თავისთავად მე წაუკითხეთ რომ ჩვენი ამზადეთ ყველაფერი დავიწყეთ რომ ყველაფერი ჭერდა პირდასალი მithusმენდა ამბოლოთი ზიარების ყველაფერი და მომზამეხوارა იქ და სიცოცხლის ხო ვაზი ეს ზიარება მისი იყო რა რაღაცა უკდების სამანი მიიღო რა იმაზე ბედნიერი ადამიანი მე არ შემოძია რაც ვხედავ ეს იყო პიროვნება რომელიც იცოდა რომ ერთ საათში უნდა მოკდარიყო რა და ბედნიერი დაიღუპა ისე ხო გეტყვი ახლა მაცა ხო და ესე იგი ხო ზიარეთ ეს ყველაფერი და წამოვედით ჩვენ წამოვედით და სანამ ეკლესიამდე მივედით გვირეკავი რომ გარდაიცვალა წარმოიდგინე ახლა უყურე რა ხდება აქ არის საინტერესო ძალიან ბევრი რაღაცა არის ეს სიხარული ეს სიჩქარე და თურმე ახლა ეს ჩვენ ვერ არ ვიყავით თქვათ ხალხში და როგორ გვდეს ხო გამოვაგზავნე ერთი პარტია ყავდა და მეორე მესამე გუდელი მომიყვანე თურმე აწუხებს ხალხს მიფთი რომ ეშინოდა კაც რომ უდლის გარეშე არ გაფრთხილებული იყო თავარაგები ქალისგანი მე ეს უკვე ისინი მოყვანი მრევლმა მოყვა იქ ცხოვრება იქ ერთი მრევლი იყო ჩვენი მოსამწრე ხალი იყო და ის თუ როგორ ესე იგი ამ ხალხს და ესენი თურმე დაგვეძებენ მთელი ეს გამწერებულები და ვიპოვეს დეკრეტში და ეს ხალხება აი დილიდან ესე ერთი შტაბეშტავი ამბავია რომ თავარანგელოზი მიქაელი იყო და მიქაელი მივიდა თან იმასთან სახელმწიფო მიქაელიც მივიდა წავლები ვერიგა უკან დავბრუნდი დიდი პანაშვილი გადაუხადი და ყოველდღე დიდი პანაშვილი სანამ დაგზავნოდი და მე ეს საუბრობდი რა რევაზია თქვა იმ ადამიანს მე თვითონ ცხონოს და მე თვითონ ისე მე მგონი